როგორც მოგეხსენებათ, დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ახდენს სხვადასხვა ინოვაციური პროექტების ინიცირებას, განხორციელებას და აღნიშნული პროექტიც არის ფაქტიურად ერთგვარი სიახლე, რომელსაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ბრენდინგის გაძლიერების კუთხით ვახდენთ. სახასიათო გმირი, მასკოტი, ეს იდეა წამოვიდა სხვადასხვა ქვეყნის ანალოგებიდან, რომლებთაც ეროვნული პარკების ბრენდინგის კუთხით ეწევიან არაერთ კამპანიებს, მათ შორის მათ შექმნილი აქვთ სახასიათო გმირი, რომელიც სხვადასხვა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში არის ჩართული, იყენებენ სხვადასხვა პოპულარიზაციის ღონისძიებებში და ამგვარად ის არის ერთგვარი კავშირი, ის ქმნის ერთგვარ კავშირს საზოგადოებასა და ბუნებას შორის. სწორედ აქედან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ღია კონკურსი, რომელიც მოგცემს საშუალებას გამოვავლინოთ სახასიათო გმირი კონკრეტულად საქართველოს ეროვნული პარკებისთვის, შევქმნათ ერთგვარი გმირი, მასკოტი, რომელიც შემდეგ უკვე აქტიურად იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში გამოყენებული. ეს მოგცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ საზოგადოების დამოკიდებულება, პოზიტიური დამოკიდებულება ეროვნული პარკების მიმართ და მეორე მხრივ აქტიურად იქნება საგანმანათლებლო ტრენინგებში, ეკოსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული. როგორია პირობები? ჩვენ პირველ ეტაპზე არ ვზღუდავთ მონაწილეობისათვის გარკვეულ სეგმენტს, შესაბამისად კონკურსი ღიაა როგორც პროფესიონალი ილუსტრატორებისათვის, დიზაინერებისათვის, ასევე ჯგუფებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც მზად არიან და აქვთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში. შესაბამისად, მათი მშობლების დაახლოების შემთხვევაში, კი რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არა უმეტეს 3 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია რომ წარმოადგინოს მათი გმირი, რომელსაც თვლიან, რომ მაქსიმალურად მიესადაგება საქართველოს ეროვნულ პარკებს, მაქსიმალურად კარგად გამოხატავს მის ბუნებას და შესაბამისად ის შეიძლება გახდეს ძალიან სახასიათო პერსონაჟი კონკრეტულად ჩვენი ბუნებასთან მიმართებაში. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, იმ ფაუნის წარმომადგენლებს, რომელიც საქართველოში გვხვდება, ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო და კრეატიული იდეები უნდა მივიღოთ. როგორი ფორმის უნდა იყოს ეს იდეა? შეიძლება ეს იყოს მაგალითად ხელით დახატული პერსონაჟი, თუ აუცილებლად უნდა იყოს გრაფიკულად შესრულებული. როგორია ამ მხრივ პირობები? კი, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვზღუდავთ მონაწილეებს, რა თქმა უნდა, სასურველია რომ ეს იყოს გრაფიკულად წარმოდგენილი სხვადასხვა დოკუმენტებით და გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს კონკურსის პირობებში არის გაწერილი, თუ რა ფორმით უნდა მოგვაწოდონ კონკურსანტებმა მათი ნამუშევრები, თუმცა სკოლის მოსწავლეებისათვის და ჯგუფებისათვის, რომლებიც ერთობლივად მოახდენენ და რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ ამის შესაბამისი ცოდნა, რომ სხვადასხვა პროგრამებში შემუშავებული პერსონაჟები წარმოგვიდგინონ, მათთვის არის შედარებით უფრო გამარტივებული პირობები, ესეც გაწერილია, რა თქმა უნდა, საკონკურსო პირობებში. იდეა იყოს ძალიან საინტერესო სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი იდეა, რომ არ შეგვეზღუდა მხოლოდ პროფესიონალი ილუსტრატორების და დიზაინერების, სწორედ აქედან წამოვიდა, რომ სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებს, როდესაც ვატარებთ ხოლმე, ძალიან დიდი კრეატიული და საინტერესო იდეები მოაქვთ ხოლმე დაცული ტერიტორიების სააგენტოში. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იდეა, თუნდაც ხელით ნახატი შეიძლება მივიღოთ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სააგენტო იმუშავებს, რომ ტექნიკურად მის მეშვეობით გავაკეთოთ სხვადასხვა პოზებში, მოძრაობაში და აქ შევქონოთ მისგან კიდევ უფრო საინტერესო გმირი. თამარ, როგორი უნდა იყოს გმირი? აი, როგორი მოლოდინები გაქვთ? რას უნდა გადმოსცემდეს ეს გმირი? რას მიენიჭება უპირატესობა? ხასიათს, რომელიც ცხოველია, აი როგორ მოხდება? იდეები სავარაუდოდ იქნება ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი და შესაძლოა ძალიან კარგი იდეები იყოს მათ შორის. როგორ მოხდება არჩევა? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გმირის სახე? ვინ უნდა იყოს ეს გმირი? ზოგადად არ ვზღუდავთ მონაწილეებს, რომ შესაბამისად მათ ფანტაზიას მივანდობთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და კრეატიული იდეები მოგვაწოდონ, თუმცა ვფიქრობთ, რომ გარკვეული წილი მაინც დაეთმობა ცხოველის ირგვლივ არსებულ არსებებს, შეიძლება ეს იყოს ანიმაციური ცხოველი, შეიძლება წარმოდგენითი არარეალური ქმნილებაც კი, რომელიც პირველ რიგში უნდა იყოს პოზიტიური, უნდა ჰქონდეს გარკვეული კავშირი საქართველოს ეროვნულ პარკებთან, უნდა შექმნას დადებითი ემოცია
ინფორმაციებით ნებისმიერი ვიზიტორისათვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის იქნება ეს მოხუცებული თუ ბავშვები და ბავშვებისთვის ეს გმირი უნდა იყოს ძალიან საყვარელი, გამომდინარე იქიდან რომ შემდეგ აღნიშნულ სახასიათო გმირზე ჩვენ ვაპირებთ მასკოტის უნიფორმების მომზადება, შეკერვას, რომლითაც სხვადასხვა გმირები ივლიან სკოლებში და სწორედ მათი ჩართულობით მოხდება საგანმანათლებლო, ეკოსაგანმანათლებლო გაკვეთილების და ლექციების ჩატარება. ანიმაციების დამზადებაც იგეგმება. დიახ, შემდეგ ეტაპზე, როდესაც გამოვავლენთ გამარჯვებულს და გვეყოლება შერჩეული გმირი, შემდეგ უკვე დაცული ტერიტორიების სააგენტო იზრუნებს, რომ აღნიშნული გმირის ირგვლივ მომზადდეს ასობით, შეიძლება ითქვას, ილუსტრაცია და ასევე რამდენიმე ათეული ვიდეორგოლი, რომლითაც მოგვეცემა საშუალება, რომ ამ მასკოტის ჩართულობით, მაგალითად, საზოგადოებას გავაცნოთ, წარვუდგინოთ ვიდეოებით, მაგალითად, როგორ ებრძოლონ ხანძრებს, როგორ არ უნდა დაანაგვიანონ დაცული ტერიტორია. საგანმანათლებლო ხასიათი. სავარაუდოდ გმირს ექნება სახელიც. ეს სახელი უნდა მოიფიქროს თავად იდეის ავტორმა თუ შემდეგ უკვე ერთობლივად მოხდება სახელი. კონკურსის პირობებში არის აღნიშნული, რომ თვითონ ავტორმა უნდა წარმოგვიდგინოს გმირთან ერთად მისი სახელი, თუმცა ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩვენი გუნდის ჩართულობით შემდეგ მცირედი მოდიფიკაცია გაკეთდეს. თქვენ ალბათ გსმენიათ სმოკი ბიერი, რომელიც ამერიკის სატყეო დეპარტამენტის ერთგვარი გმირია, რომელიც ძალიან უკვე ათეული წლებია გამოიყენება აქტიურად სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიებში იმისათვის, რათა აღნიშნული გმირის ჩართულობით მოხდეს ხანძრებთან ბრძოლა. სწორედ ასეთი ემოციური კავშირის შექმნა გვინდა საზოგადოებასა და ბუნებას შორის. შესაბამისად, სახელიც უნდა ამართლებდეს აღნიშნულ გმირს, უნდა იყოს პოზიტიური, ადვილად დასამახსოვრებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ავტორისგან ველოდებით, აღწერილობით ნაწილში, რომ ასევე წარმოგვიდგინოს, როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს გმირს, უნდა იყოს ბრაზიანი, თბილი, უყვარდეს ჩახუტება თუ ასე შემდეგ. ასევე საინტერესოა მისი ხმა, წარმოგვიდგინოს, როგორი ხმის ტემბრი უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. ამგვარად ძალიან საინტერესო კონკურსია, ძალიან დიდი ფანტაზიის საშუალებას იძლევა და ვფიქრობთ, რომ სწორედ არა მხოლოდ პროფესიონალებიც, არამედ ბავშვების ჩართულობითაც შეიძლება რომ ძალიან საინტერესო იდეები მივიღოთ. დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გამოავლინენ გამარჯვებულს? შეიქმნება სპეციალური ჟიური, რომელიც შემდგარი იქნება როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე სამინისტროს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ და ეს ადამიანები ერთობლივად ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით მოახდენენ მსგავსი გმირის გამოვლენას. ბოლოს მინდა გკითხოთ თამარ, რა სარგებელი ექნება გამარჯვებულს, რა არის გათვალისწინებული მისთვის და უკვე სამომავლო აქტივობების დროს მისი საავტორო უფლებები თუ იქნება გათვალისწინებული, ვთქვათ, ხანგრძლივ პერიოდზე თუ ეს იქნება ერთჯერადად იდეის, ასე ვთქვათ, გამარჯვებული იდეისთვის რაღაც გარკვეული ჯილდო. რა თქმა უნდა, ჯილდო დაწესებულია და საკმაოდ სოლიდური თანხა, ეს არის 20,000 ლარი იდეის ავტორისთვის და თუ დოკუმენტაცია სრულად წარმოგვიდგენს, რაც კონკურსის პირობებით არის გათვალისწინებული, ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო мотиваციაა ახალგაზრდებისათვის. ჩვენ აღნიშნული პროექტს ვახორციელებთ გერმანიის მთავრობის და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით და ძალიან გვიხარია, რომ სწორედ მათი ჩართულობით მოვახდენთ მსგავსი პერსონაჟის განვითარებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და რა თქმა უნდა ეროვნული პარკებისთვის. ეს შეეხება საავტორო უფლებებს, ცხადია საავტორო უფლებები იქნება დაცული, ეს კონკურსის პირობების ერთ-ერთი ნაწილია. შესაბამისად, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა საავტორო უფლებები გადავა მერე უკვე დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, თუმცა რა თქმა უნდა კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება ყველა იმ პროცედურების განხორციელება, რაც ავტორს უტოვებს მის უფლებას და ასე შემდეგ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. ამგვარად ეს ჩვენი იურისტებთან ერთად ძალიან დეტალურად იქნება შემდეგ უკვე გავლილი ავტორებთან მიმართებაში.